ახალი ანგარიში ნათელს ფენს თუ რამდენად შორს იყო ისრაელი მზად წასულიყო ირანთან დაპირისპირების მოსამზადებლად. მათ შორის სავარაუდოდ არაერთის, არამედ ორი საიდუმლო სამხედრო ბაზის აშენებით ერაყში, გასული წლის თავდასხმებამდე. ეხლა New York Times-ის მიხედვით, ეს საიდუმლო ობიექტები გამოიყენებოდა ისრაელის ოპერაციებისთვის ირანში ფენის დროის შოის შესამცირებლად და ასევე ლოგისტიკის, სამაშველო ჯგუფებისა და სპეციალური დანიშნულების ძალების მისიის მხარდასაჭერად, რომლებიც საჰაერო კამპანიას უკავშირდებოდა. მაგრამ ანგარიში ასევე ამტკიცებს, რომ საიდუმლოებამ სიცოცხლის ფასად დაუჯდათ. ერაყელი ჯარისკაცები და თუნდაც მშვიდობიანი მოქალაქეები, როგორც იუწყებიან, დაიღუპნენ მას შემდეგ, რაც შემთხვევით ერთ-ერთ დამალულ ობიექტს გადააცდნენ დასავლეთის უდაბნოში. ეხლა მინდა ჩვენ სტუდიის სტუმრებს მივმართოთ. ჩვენთან ერთად არიან უსაფრთხოების ანალიტიკოსი იაკობ ლაპინი და არიელ ოსრანი, ჩვენი უფროსი კორესპონდენტი ახლო აღმოსავლეთში. მაშ, არიელ ოსრან, პირველ რიგში თქვენთან მინდა მივმართო. უბრალოდ გთხოვთ, დეტალურად გაგვაცნოთ ამ ანგარიშების შინაარსი და რას ამბობენ ისინი ამ სავარაუდო ბაზებზე. ეს ეფუძნება Wall Street Journal-ის თავდაპირველ რეპორტაჟს, რომელიც ერთ ისრაელის საიდუმლო ბაზას ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ერაყის უდაბნოში ათავსებს. ახალი ანგარიში, რომელიც New York Times-მა გამოაქვეყნა, კიდევ ერთ ბაზას ასახელებს. ასე რომ ეს ნიშნავს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ისრაელმა ერაყის უდაბნოში ორი ფარული ბაზა დაარსა, რომელთა დანიშნულებაც ისრაელის თავდასხმებისთვის ლოგისტიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა იყო. საწყის ეტაპზე, გასული წლის ივნისში, 12 დღიან ომში. და შემდეგ, ეხლაც მარტში, ირანთან ბოლო 40 დღიან ომში. ამ ბაზას კიდევ ერთი დანიშნულება ჰქონდა იმ შემთხვევისთვის, როდესაც ისრაელის გამანადგურებელ თვითმფრინავს ჩამოაგდებდნენ, რომ ეს სწრაფი რეაგირების პუნქტი იქნებოდა, საიდანაც ჩამოგდებული პილოტის ან პილოტების გამოყვანა იქნებოდა შესაძლებელი. მსგავსი სცენარი ვიხილეთ ამერიკულ მხარესაც. ასე რომ ეს არის ისრაელის გეგმა ასეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის. ეხლა ეს საკმაოდ გამოჩეულია, ისრაელი პერიოდულად ინარჩუნებს პოზიციებს ერაყის შიგნით. ეს ორ მთავარ კითხვას აჩენს ერაყის მხარეს. ერთი, იცოდნენ ამის შესახებ? თუ არ იცოდნენ და ეს მოხდა, ეს ძალიან უხერხულია მათთვის. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ იცოდნენ ამის შესახებ, ეს ასევე ძალიან შემაშფოთებელია ერაყელებისთვის, ან განსაკუთრებით მათთვის, ვინც დასავლეთთან დაახლოებას ეწინააღმდეგება, მხარს უჭერს. უფრო მეტად ირანთან დაახლოებას. ასევე არსებობს შეშფოთება, რომ შეერთებულმა შტატებმა თითქოს სადა ერაყთან ურთიერთობების გამოყენება იმის უზრუნველსაყოფად, რომ ერაყელები იქ არ მიახლოებულიყვნენ. ეს იმისთვის, რომ ეს ობიექტები ამერიკულ ობიექტებად გამოჩენილიყო და არა ისრაელის ობიექტებად. რაც შესაძლოა გარკვეულ დაძაბულობას გამოიწვევდეს ბაღდადსა და ვაშინგტონს შორის. რა თქმა უნდა, ეს შემდეგ კითხვაზე გადაგვიყვანს, ანუ იმაზე თუ რა პოლიტიკური შედეგები შეიძლება მოყვეს ამას ერაყის მთავრობისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე რეგიონშიც. ცხადია, ჩვენ ახლახან ვიხილეთ ეს ახალი არჩევნები. კითხვა შეიძლება თუ არა, რომ ასეთმა სკანდალმა საბოლოოდ კიდევ უფრო დააშოროს ერაყის შეერთებულ შტატებს. ან ამ ეტაპზე არის თუ არა ერაყის მთავრობა ისეთ მდგომარეობაში, რომ ფაქტობრივად უნდა იპოვოს გზა, რათა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა შეინარჩუნოს. დიახ, ნახეთ, წლების განმავლობაში ბაღდადი ბალანსს ინარჩუნებდა დასავლეთის, ძირითადად შეერთებული შტატების დაკმაყოფილებასა და ამავე დროს ირანთან მჭიდრო კავშირში დარჩენას შორის. ერაყის შეიარაღებული ძალები ძირითადად შედგება ირანის მხარდამჭერი მილიციებისგან, რომელთა დაშლასაც შეერთებული შტატები მოითხოვს. ეხლა რასაც ვხედავთ ამ ახალი ერაყის მთავრობის პირობებში, რომელსაც სათავეში უდგას პოლიტიკური უცნობი, რომელსაც გავლენა არ აქვს. სინამდვილეში ერთ-ერთ ბოლო სატელევიზიო გამოსვლაში მან არაბულ ენაზე 80-ზე მეტი შეცდომა დაუშვა, მაშინ როცა თავად არაბია. და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად გამოუცდელია ეს ადამიანი. და არსებობს განცდა, რომ მისი მთავრობა, რომელიც უკვე უფრო პროირანულ მთავრობად ხალიფდება ვიდრე წინა, რომელსაც ამაში ადანაშაულებდნენ. ესე რომ ეს ვაშინგტონში ხალხის დამშვიდებას არ შეუწყობს ხელს. ესე რომ ეს ახალი მთავრობა, რომელსაც ელზაიდი ხელმძღვანელობს, მართლაც სუსტ მთავრობადობა აღიქმება და ირანი მხოლოდ გაზრდის მასზე თავის გავლენას. და ეხლა რჩება კითხვა. როგორ აპირებს ვაშინგტონი ამ მზარდი იმედგაცრუების მოგვარებას? შეიძლება ითქვას ერაყთან დაკავშირებით და იმ შეშფოთებას, რომ მიუხედავად იმისა, რამდენ ფინანსურ თუ სამხედრო დახმარებასაც არ უნდა გაუწიოს ერაყს, ის მაინც აგრძელებს ირანის ინტერესებში თამაშს.
ეხლა მინდა სწრაფად გადმოვიტანო საუბარი შენზე იაკობ, იცი, იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ეს ფარული ბაზებია, რომლებიც, როგორც ამბობენ, ისრაელმა აშენა. Სადია ბევრი კითხვა არსებობს იმის შესახებ, რამდენად კანონიერია ისრაელის მიერ ამის გაკეთება ომის დროს. არსებობს თუ არა რაიმე რისკები და წესები, რომლებიც ამ ტიპის საიდუმლო ოპერაციებს უკავშირდება. არა, მე არ ვიცი რაიმე კითხვის არსებობის შესახებ კანონიერებასთან დაკავშირებით. დღის ბოლოს ერაყი არის დისფუნქციური და ვერ შემდგარი სახელმწიფო, რომელიც ფაქტობრივად ბევრ მხრივ უკვე ირანის კონტროლის ქვეშ. მე არ ხედავ ვინმეს, ვინც ძალიან ღელავს ირანის მიერ მილიციების მეშვეობით ერაბზე კონტროლის დამყარების არაკანონიერებაზე. ასე რომ თუ ისრაელმა შექმნა ბაზები, დროებითი ბაზები სამძებრო და სამაშველო მისიების გასამარტივებლად, ეს ასახავს ერაყის სახელმწიფოს სისუსტეს. და ეს არის პრობლემა, რომელსაც ერაყმა და მხოლოდ ერაყმა უნდა გაუმკლავდეს. არ ფიქრობ, რომ ეს ჩვენ საერთოდ უნდა გვაწუხებდეს. მოხედეთ, დღის ბოლოს ირანი შორეული არენაა და თეორიულად სრულიად ლოგიკურია, რომ ისრაელს სურდეს დროებითი სამძებრო, სამაშველო და კომანდოს ბაზების შექმნა, სანამ მისი საჰაერო ძალები მოქმედებენ შორეულ ირანულ არენაზე. ღმერთმა არ ქნას, რომ ირანში რამე მოხდეს. აქედან სამძებრო სამაშველო ოპერაციის ორგანიზებას ძალიან დიდი დრო დასჭირდება. ამიტომაც აქვს დიდი აზრი, რომ ეს იქ გაკეთდა. მე ვეჭრობდი, რომ პირველი ბაზა, რომელზეც ინფორმაცია გავრცელდა და რომლის დადასტურებაც არასდროს ჰქონია, ბოლო არ იქნებოდა. ეს უბრალოდ ჩემი პირადი ეჭვი იყო. და ეხლა უკვე კიდევ ერთი ბაზის შესახებაც გვაქვს ინფორმაცია. თუ ამ არენის ზომას შეხედავ, აზრი აქვს. კარგი, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ორივეს ჩემი კითხვების პასუხებისთვის, მალე ისევ დაგიკავშირდებით.